ლუგარის სახელობის ცენტრი გამჭვირვალეა ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერისთვის და არალეგიტიმური პროცესები არ მიმდინარეობს. ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. დავით ზალკალიანმა დღეს დიპლომატებთან ერთად ლუგარის კვლევითი ცენტრი დაათვალიერა. ნათია ორველაშვილი მუშაობს თემაზე, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგურთება. ნათია, კიდევ რა განცხადებები გააკეთა და რას ემსახურებოდა დიპლომატების ეს ვიზიტი ცენტრში? ვიზიტი იყო გაცნობითი ხასიათის და ის დაიგეგმა დაახლოებით 3 კვირის წინ. ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ გაცნობოდნენ ამ უნიკალური ცენტრის მუშაობას, რომელიც გამორჩეულია რეგიონში. დღეს ცენტრის სტუმრებმა ასევე კომენტარები გააკეთეს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია საქართველოსა და იმ იარაღშორის კავშირზე, რომელიც გამოიყენეს სირიაში. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ამ ბრალდებებზე პასუხი არის ცენტრის გამჭვირვალობა და ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერს, რომელიც დაინტერესდება ლუგარის ცენტრში მუშაობით, შეუძლია ეს სურვილი განახორციელოს. იყო რაღაც სპეკულაციები მასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად საღასრთან არ მოდის შესაბამისობაში, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს ლაბორატორია არის ძალიან გამჭვირვალე და მისი თანამშრომლები მზად არიან, რომ ნებისმიერ ადამიანს გაუზიარონ ამ ლაბორატორიის საქმიანობის შედეგები. სირიას გულისხმობთ თქვენ? თუნდაც რომელიც აბსოლუტურად არაჯანსაღი განცხადებები ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს აქ რაღაცა ამ ლაბორატორიაში მზადდებოდეს და ეს როდესაც გვეკითხებიან რისთვის აშენდა ეს ცენტრი, ჩვენი პასუხია ამ ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ ადამიანებსა და ცხოველებში ეპიდემიური დაავადებების გავრცელება თავიდან იყოს აცილებული. მათთვის, ვინც ამ პროგრამას დღემდე ეჭვით უყურებს, ჩვენ პასუხისგაცემა შეგვიძლია მაქსიმალური გამჭვირვალობით, მათ შორის რუსეთისა და მთელი მსოფლიოსთვის. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, რომ ეს ლაბორატორია ააშენა და იგი საქართველოს სამართავად გადასცა. დროდადრო საკმაოდ ასე ვთქვათ ინტენსიური სიხშირით გვესმის ხოლმე მოსკოვიდან ეჭვები. ის თავობაზე რომ აქ რაღაცა ასე ვთქვათ საშიში აქვს მოძრაობებს ადგილი, ჩვენი პასუხი გახლავთ ის, რომ ეს ღიაა, ყველასათვის ჩამობძანდით, დაათვალიერეთ, მიიღეთ მონაწილეობა. ვიმეორებ, ეს ღიაა არა მარტო რეგიონის ქვეყნებისათვის, არამედ უფრო ფართო მასშტაბით. ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროექტი არის, რომ კარგი იქნება თუ საქმის კურსში იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო გარდა იმ აქტივობებისა, რაც უკვე ხორციელდება, ძალიან კარგი შესაძლებლობა საერთაშორისო ურთიერთობებისათვის. თავის მართლება თუნდაც აბსოლუტურად მართალი იყო, უკავშირდება რაღაც პლანის პოზიციას. ეს არის უბრალოდ გაცნობითი ტური, ჩვენ ადრევე შევთავაზეთ ჩემს კოლეგას პატრონიშენკოს, რომ ჩამობძანებულიყო თვითონ დაეთვალიერებია, ასე რომ ეს არ არის რაღაც ესეთი დემარში, რომ აი ნახეთ, ყველაფერი კარგად არის. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ, რა სამეცნიერო კვლევები, რა პოტენციალია ამ დაწესებულებაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ლუგარის ცენტრში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ მეტად განვითარდება. ლუგარის ცენტრი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და ამ ცენტრში მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები. ცენტრის ძირითადი მიზნები და ამოცანებია გადამდები და არაგადამდები დაავადებების ეპიდკონტროლი. მადლობა ნათია, ეს ნათია ორველაშვილი იყო.